მოგესალმებით. დღეს, ესე იგი, ჩვენი განხილვის თემაა ჯეინ ოსტინის უკვდავი კლასიკა სიამაყე და ცრურწმენა. უпростоრად მისი დასაწყისი. ხო, ვიმოგზაურებთ მე-19 საუკუნის ინგლისში, ხერთფორდში. აი წარმოიდგინეთ, ბენეტების ოჯახი, 5 გასათხოვარი ქალიშვილი და, მთავარი თემაც ესაა, ქორწინება. და ჩვენი მიზანია, რომ აი ამ პირველი თავებით, ამ ნაწყვეტებით, დავინახოთ როგორ იწყება ყველაფერი. პერსონაჟები, პირველი შთაბეჭდილებები, რომლებიც ხშირად მცდარია, ხომ? ზუსტად. როგორ იხლართება ეს სოციალური ნორმები, ოჯახური მდგომარეობა და რა თქმა უნდა, თვითონ ეს სიამაყე და ცრურწმენა. ვნახოთ, როგორ ყალიბდებიან გმირები. ყველაფერი ხო იმ ცნობილი ფრაზით იწყება. საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაო, რომ დიდარ დაუქორწინებელ კაცს აუცილებლად ცოლი უნდაო. ხო, და ეს ფრაზა პირდაპირ მისის ბენეტის ფიქრებს ასახავს, როგორც კი ნეთერფილდში მისტერ ბინგლი გადმოდის საცხოვრებლად, ახალგაზრდა მდიდარი სიმპათიური. მისის ბენეტისთვის ეს არის ნამდვილი ღვთისაჩუქარი. შანსი, რომ ერთ-ერთი გოგო მაინც გაათხოვოს. კი, ეს კარგად აჩვენებს მაშინდელ რეალობას. ქალისთვის ქორწინება ხშირად ერთადერთი გზა იყო, ფინანსური უზრუნველყოფის. ამ დროს მისტერ ბენეტი, მამა, თავისთვის ზის და ცოლის ამ აჟიოტაჟზე ისე კარგად ხალისობს, ცოტა სარკასტული ტიპია. ხო, თითქოს განზე დგას, მაგრამ თავის ქალიშვილებს კარგად იცნობს. განსაკუთრებით ლიზის, ელიზაბეტის. სისწრაფეს აღნიშნავს, მის გამჭრიახობას. მაგრამ მაინც ცოლს რომ არ ეუბნება, ისე მიდის და ბინგლის თავად ეცნობა, ესეც ხომ მისი სტილია. ნამდვილად. და მერე მოდის პირველი დიდი სცენა, მეჯლისი მერიტონში. აი აქ ვხვდებით ყველას ერთად. ბინგლი როგორია, მომხიბლველი, ხალისიანი, ყველას ეცეკვება. და განსაკუთრებით ჯეინ ბენეტს ხომ, ორჯერ ეცეკვება, აშკარად მოეწონა. კი, ჯეინი ულამაზესი და კეთილია, მაგრამ ბინგლის მეგობარი, მისტერ დარსი. აი ეგ სულ სხვა ამბავია. დიახ, სრული კონტრასტი. მაღალი წარმოსადეგი, მაგრამ რაღაცნაირი ამაყი, ჩაკეტილი. თითქოს არავის იმჩნევს. და ის ცნობილი ფრაზა ელიზაბეტზე, როცა ბინგლი ურჩევს ეცეკოს, რა თქვა? ის ასატანია, მაგრამ არა იმდენად ლამაზი, რომ მე შემაცდინოს და ვეცეკო. აი ეს არის პირველი დარტყმა. წარმოგიდგენიათ? გასაკვირია, რომ ელიზაბეტს მაშინვე ანტიპათია უჩნდება და არა მარტო მას, მთელ საზოგადოებას. ხო, დარსი მაშინვე ამაყ და უსიამოვნო კაცად მოინათლა. თუმცა საინტერესოა ლედი ლუკასის მეზობლის შენიშვნა, უпростоრად მისი ქალიშვილის შარლოტასი. შარლოტა ლუკასი, ელიზაბეტის მეგობარი, რას ამბობს ის? ის თითქოს ამმართელებს დარსის სიამაყეს. ამბობს, რომ თავისი მდგომარეობით, სიმდიდრით, მას აქვს უფლება ამაყი იყოსო. ხო, ესაც მაშინდელი შეხედულება, სტატუსი თითქოს ამართლებს ამ პარტავნებას. მაგრამ ელიზაბეტი ამას კატეგორიულად არ ეთანხმება. აი აქ უკვე ჩანს მისი განსხვავებული ხასიათი, მისი პრინციპულობა. ამ ფონზე ჯეინი და ელიზაბეტი საუბრობენ მეჯლისის შემდეგ. ჯეინი აღფრთოვანებულია ბინგლით, ელიზაბეტი კი სკეპტიკურია. ელიზაბეტი მარტო დარსის კი არა, ბინგლის დებატს კრიტიკულად უყურებს. მისის ბინგლის და მისის ჰერსტს. გრძნობს მათ რაღაცნაირ სიყალბეს. ამასობაში შარლოტა და ელიზაბეტი საუბრობენ იმაზე, ჯეინი ზედმედად მორიდებული ხო არ არისო ბინგლის მიმართ. და შარლოტა თავის პრაგმატულ რჩევას აძლევს, ქალმა უნდა აჩვენოს გრძნობა იმაზე მეტაც კი, ვიდრე გრძნობს, რომ კაცი დაიბევოს. როცა ქმარი გარანტირებული გეყოლება, მერე გექნება დრო საყვარელად რამდენიც გინდა. აი, ეს არის შარლოტას ფილოსოფია. ძალიან რეალისტური. რეალისტური, თუმცა ელიზაბეტისთვის მიუღებელი, მისთვის გრძნობაა მთავარი. საინტერესოა, რომ ამ დროს მისტერ დარსი მიუხედავად თავისი პირველი შთაბეჭდილებისა, უკვე ინტერესდება ელიზაბეტით. ხო. სად ჩანს ეგ? სერ უილიამ ლუკასის წვეულებაზე ის უსმენს ელიზაბეტის საუბარს, აკვირდება მის თვალებს, მის ცოცხალ მანერებს. ელიზაბეტის მახილგონიერება და ირონია აშკარად იზიდავს. მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტი საკმაოდ, არ მალავს თარის არაკეთილ განწყობას მის მიმართ. ზუსტად. ესეც ერთგვარი შინაგანი კონფლიქტია დარსიში. გრძნობა ებრძვის სოციალურ ცრურწმენას. პარალელურად ვიგებთ ბენეტების ოჯახის ერთ დიდ პრობლემას, მემკვიდრეობის საკითხს. ეგ მართლა მნიშვნელოვანია. ლონგბორნი, მათი სახლი,
მისტერ ბენეტის გარდაცვალების შემდეგ ბიძაშვილზე გადადის, რადგან პირდაპირი მამრობითი მემკვიდრე არ ყავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალიშვილები ფაქტობრივად უსახლკაროდ და შემოსავლის გარეშე რჩებიან. აი რატომ არის მისის ბენეტი ასე აფორიაქებული ქალიშვილების გათხოვებაზე? ეს უბრალოდ კაპრიზი კი არა, გადარჩენის საკითხია. ამ ფონზე კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება უმცროსი დების, ქიტის და ლიდიას გატაცება ოფიცრებით, რომლებიც მერიტონში დგანან. ისინი ნაკლებად ფიქრობენ მომავალზე, უფრო გართობაზე არიან ორიენტირებულები. შემდეგ ვითარდება ის ეპიზოდი ჯეინს, რომ ნეთერფილდში დაპატიჟებენ და იქ ავად გახდება. და ელიზაბეტი მიუხედავად ცუდი ამინდისა, ფეხით ტალახში მიდის მის სანახავად. ესეც ხომ ის ხასიათს აჩვენებს, თავდადებას, მზრუნველობას. ნეთერფილდში ყოფნისას კი ისევ ეს კონტრასტები, ბინგლის გულწრფელი წუხილი ჯეინზე და მისი დების, ზედაპირული ზრუნვა და ელიზაბეტის კრიტიკა. ხო, როგორ აკრიტიკებენ მის გარეგნობას, ფეხით რომ მოვიდა მის კაბას, რომელიც ტალახიანია. დარსი კი ამ დროს ისევ აკვირდება და სწორედ აქ იმართება ის დიალოგი სრულყოფილ ქალზე. მისის ბინგლი და დარსი ჩამოთვლიან უამრავ თვისებას, რაც სრულყოფილ ქალს უნდა კონდეს. ცეკვა, სიმღერა, ხატვა, ენები, კითხვა. და ელიზაბეტი ირონიულად ამბობს, მე ეჭვება საერთოდ თუ იცნობთ ერთ ასეთ ქალს მაინცო. ესეც მისი გამოწვევაა ამ მაღალფარდოვანი სტანდარტების მიმართ. და აშკარაა, რომ დარსის ეს სიმომაცე მოსწონს. მისის ბინგლი კი ადმს ცდილობს როგორმე დარსის ყურადღება მიიქციოს, მაგრამ უშედეგოდ. და ამ ფონზე დარსის თავაზობს ელიზაბეტს ცეკვას, შოტლანდიური რილს. და ელიზაბეტი რას პასუხობს? რაღაც ძალიან მახვილგონივრულს. დაახლებით ასე. დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა ჩაგიშალოთ სიამოვნება, რომელსაც უთუოდ განიცდით ჩემი ცეკვის წინასწარ განზრახული ზიზღით შეფასებისას. საოცარი პასუხია. მაგრამ სანამ ესენი ასე ერთობიან, სცენაზე შემოდის მისტერ კოლინზი. მისტერ კოლინზი, ბენეტების ბიძაშვილი და ლონგბორნის მომავალი მემკვიდრე. მისტერ ბენეტი ჯერ იდუმალებით აცხადებს მის ჩამოსვლას, მისის ბენეტი, რა თქმა უნდა, აღშფოთებულია, რომ სწორედ ეს კაცი წართმევს მის შვილებს სახლს. და მერე მოდის მისი წერილი. ეს წერილი ნამდვილი შედევრია თავისი მაღალფარდოვნობით, მლიქვნელობით და ფარისევლური თამდაბლობით. სულ თავის მფარველზე, ლედი კეთრინ დე ბურგზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ აპირებს ერთ-ერთ ბენეტის ქალიშვილზე დაქორწინდეს, ვითომ კომპენსაციის სახით. კოლინზი თავიდან ჯეინს ირჩევს, როგორც უფროს და ულამაზეს, მაგრამ მისის ბენეტი ანიშნევს, რომ ჯეინი მალე დაინიშნებაო. იმედოვნებს მაინც. და კოლინზიც მაშინვე სრულიად უემოციოდ ელიზაბეტზე გადაერთვება. მისთვის ხომ თავარია უბრალოდ ვინმე ბენეტი შეირთოს. და ამ კოლინზთან ერთად სეირნობენ მერიტონში. და სწორედ აქ ჩნდება კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი პერსონაჟი. ჯორჯ უიქემი. მომხიბლველი, ახალგაზრდა ოფიცერი, ძალიან სასიამოვნო გარეგნობის და მანერების. და რა ხდება მის პირველ გამოჩენაზე? რაღაც დაძაბულობა იგრძნობა. დიახ, ქუჩაში შემთხვევით ხვდებიან დარსის და ბინგლის. და უიქემსა და დარსის შორის რაღაც უთქმელი, მაგრამ ძალიან მძაფრი რეაქცია. დარსი ფითრდება, უიქემი წითლდება. მზერას გაცვლიან და სწრაფად შორდებიან. ელიზაბეტი ამას ამჩნევს, რა თქმა უნდა, და მისით სნობის მოყვარეობა იღვიწებს. რა მოხდა ამ ორ კაცს შორის? მალევე დეიდა ფილიპსთან წვეულებაზე, უიქემი ამ ცნობის მოყვარეობას სრულად დააკმაყოფილებს. ის ხიბლავს ყველას და განსაკუთრებით ელიზაბეტს ეკონტაქტება. და უყვება თავის სევდიან ისტორიას. ხო, როგორ ახლოს იყო დარსის გარდაცვლილ მამასთან, როგორ უანდერძა მას მამამ საეკლესიო თანამდებობა, მაგრამ ამჟამინდელმა მისტერ დარსიმ ეჭვიანობის და სიამაყის გამო ეს ანდერძი დაარღვია და ის არაფრის გარეშე დატოვა. ელიზაბეტი, რომელიც ისედაც ცუდად არის განწყობილი დარსის მიმართ, ამ ამბავს სრულად იჯერებს. მისთვის ეს არის დარსის ბოროტების და უსამართლობის საბოლოო დადასტურება. ის სავსეა თანაგრძნობით უიქემის მიმართ და აღშფოთებით დარსის მიმართ. აქ ჩანს მისი ცრურწმენა, ხო? იმდენად დარწმუნებულია დარსის სისასტიკეში, რომ უიქემის ამბავს კრიტიკულად აღარც აფასებს. ზუსტად.
მისი სიამაყე საკუთარ გამჭრიახობაში ხელს უშლის დაინახოს შესაძლო სიყალბე. ჯეინი როგორც ყოველთვის ცდილობს ორივე გაამართლოს. ეჭვი შეაქვს, შეიძლება ასეთი რამ მართლა მომხდარიყო, მაგრამ ელიზაბეტი მტკიცედ დგას თავის აზრზე. და ამ ყველაფრის ფონზე მზადებაა ნეთერფილდის დიდი მეჯლისისთვის. ელიზაბეტს იმედი აქვს, რომ იქ უიქემთან იცეკვებს. მაგრამ მისტერ კოლინზის თხოვს პირველ ორ ცეკვას. ეს უკვე ნიშანია მისი განზრახვისა. ელიზაბეტი ხვდება, რომ კოლინზი ხელის თხოვნას უპირებს. და მეჯლისზე. უიქემი საერთოდ არ მოდის. ელიზაბეტი დარწმუნებულია, რომ ეს დარსის ბრალია, რომ მან ხელი შეუშალა მის მოსვლას, რათა თავი აერიდებინა მასთან შეხვედრას. ეს კიდევ უფრო აღიზიანებს. თვითონ მეჯლისი კი სრული კატასტროფაა ბენეტებისთვის. ჯერ ელიზაბეტის ცეკვა კოლინზთან, რომელსაც დამცირების ცეკვებს უწოდებს. მერე კი მისი დაძაბული ცეკვა და დიალოგი დარსისთან. ირონიული შენიშვნები, მინიშნებები უიქემზე. დარსი საკმაოდ თავშეკავებულია, მაგრამ დაძაბულობა იგრძნობა. მისის ბინგლი ცდილობს ელიზაბეტის დამცირებას უიქემის ხსენებით. ჯეინი კი ბინგლისგან იგებს, რომ დარსის აზრით უიქემი არასაიმედო ადამიანია. და ყველაზე უარესი მისის ბენეთის ხმამაღალი, უტაქტო საუბარი ლედი ლუკასთან ჯეინის და ბინგლის გარდაუვალ ქორწინებაზე, ისე რომ დარსი მას გაიგოს. ელიზაბეტი მიწაში ჩაძრომას ნატრობს. მერი ბენეტის მორიგი უნიჭო მუსიკალური გამოსვლა, რომელსაც მამამისი უხეშად აწყვეტინებს. მოკლედ სრული სოციალური კრახი. და მისტერ კოლინზი, რომელიც მთელი საღამო ელიზაბეტს დასტრიალებს თავს. ჯერ ერთი, ყველა სასულიერო პირმა მაგალითი უნდა მისცეს მრევს ქორწინებით. მეორე, ეს მის პირად ბედნიერებას შემატებს. და მესამე, ეს ლედი კეთრინის სურვილი და რჩევა. და თან ახსენებს, რომ ელიზაბეტის მცირე მზითები მისთვის პრობლემა არ არის და ამას არასდროს წამოაძახებს. თითქოს კეთილ საქმეს აკეთებს. და ელიზაბეტის პასუხი. მტკიცე პირდაპირი, არაერთგზის გამეორებული უარი. კოლინზს კი არ ესმის. არ შეუძლია დაიჯეროს, რომ ქალი მისი მდგომარეობის კაცს უარს ეუნება. ფიქრობს, რომ ეს ქალური კეკლუცობაა და მალე დათანხმდება. აქ უკვე მისის ბენეტი ერთვება ისტერიკით, მისტერ ბენეტს ეხვეწება დააძალოს ელიზაბეტს დაქორწინება. მისტერ ბენეტის პასუხიც გენიალურია. ელიზაბეთ, მამა შენს ვეღარასოდეს დაინახავ, თუ მისტერ კოლინზს ცოლად არ გახვები. და დედა შენს ვეღარასოდეს დაინახავ, თუ მას ცოლად გახვები. ანუ არჩევანი შენზეა, მაგრამ მამამ ხარს გიჭერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ელიზაბეტისთვის. მაგრამ დრამა ამით არ მთავრდება. კოლინზი უარით გულდაწყვეტილი, დიდხანს არ დარდობს. დიახ. სცენაზე გამოდის შარლოტა ლუკასი. ის ანუგეშებს კოლინზს და ძალიან მალე ირკვევა, რომ ისინი დაინიშნენ. ეს ელიზაბეტისთვის ნამდვილი შოკია. მისი უახლოესი მეგობარი ქორწინდება კაცზე, რომელსაც თავად ასე მტკიცედ მოიშორა თავიდან. შარლოტა კი ძალიან მშვიდად უხსნის თავის მოტივებს. მე 27 წლის ვარ. არც ლამაზი ვარ და არც მდიდარი. ეს ჩემთვის საუკეთესო შანსი იყო, რაც შეიძლებოდა მქონოდა. ბედნიერებას კი არა, სახლს ვეძებდი. ისევ მისი პრაგმატიზმი, უსაფრთხოება და სოციალური სტატუსი გრძნობებზე მაღლა. ეს გვიჩვენებს ქალის მდგომარეობის მეორე მხარეს. ყველას არ ქონდა ელიზაბეტის პრინციპულობის, ან უბრალოდ არჩევანის ფუფუნება. მისის ბენეტის რეაქცია, რა თქმა უნდა, ისტერიკა და აღშფოთება, რომ შარლოტამ წაართვა მის ქალიშვილს საქმრო. ამასობაში ჯეინის ამბებიც ცუდად მიდის. ბინგლის ოჯახი ლონდონში მიემგზავრება და მისის ბინგლის წერილიდან ირკვევა, რომ ისინი მალე დაბრუნებას არ აპირებენ. ბინგლი თითქოს ივიწყებს ჯეინს. ჯეინი გულგატეხილია. ელიზაბეტი კი სულ უფრო რწმუნდება, რომ ამაში ბინგლის დების და დარსის ხელი ურევია. მათ ჩააგონეს ბინგლის, რომ ჯეინი არ იყო მისთვის შესაფერისი პარტია. ჯეინი ლონდონში მიემგზავრება გარდინერებთან, დეიდასთან და ბიძასთან, იმ იმედით, რომ ბინგლის შეხვდება. მაგრამ იქაც იმედგაცრუება ელის. მისის ბინგლი ძალიან ცივად ხდება. პარალელურად, უიქემიც ღალატობს ელიზაბეტის მოლოდინებს. როგორც კი მის კინგს მახინჯ, მაგრამ დიდარ გოგოს მემკვიდრეობა რჩება, უიქემი მაშინვე მასზე გადაერთვება. ეს უკვე ვეღარ იმალება. მისის გარდინერიც კი აფრთხილებს ელიზაბეტს ფრთხილად იყოს უიქემთან. ელიზაბეტის რეაქცია საინტერესოა.
ის იმედგაცრუებულია, მაგრამ საკუთარ თავს უტყდება, რომ სინამდვილეში არასდროს ყვარებია უიქემი. უფრო მისი ისტორიის ჯეროდა და დარსის მიმართ ზიზღი აერთიანებდათ. მოკლედ, ამ რთული სიტუაციის შემდეგ ელიზაბეთი მიემგზავრება ხანცფორდში, კენტში, ახლა დაქორწინებულ კოლინზებთან და შარლოტასთან სტუმრად. იქ ის ნახულობს, როგორ მოეწყო შარლოტა. მან შექმნა თავისი პატარა კომფორტი. ისწავლა მისტერ კოლინზის ატანა და თვალის არიდება, როცა საჭიროა. და რა თქმა უნდა, ეცნობიან ლეიდი კეთრინ დე ბურგს, მისტერ კოლინზის მფარველს და დარსის დეიდას. ლეიდი კეთრინი ზუსტად ისეთია, როგორსაც კოლინზი აღწერდა. ბრძანებულრი, ცნობის მოყვარე, ყველაფერში ჩამრევი. ის გამუდმებით დაკითხვას უწყობს ელიზაბეტს მის ოჯახზე, აღზრდაზე, განათლებაზე. ელიზაბეტი კი საკმაოდ თამამად და ირონიულად პასუხობს, რაც ლეიდი კეთრინს აშკარად არ მოსწონს, მაგრამ აოცებს. და აი მოულოდნელად როზინგს პარკში ჩამოდიან სტუმრები. პოლკოვნიკი ფიც უილიამი, დარსის ბიძაშვილი და თავად მისტერ დარსი. დარსის გამოჩენა ჰანსფორდში სრული სიურპრიზია. ის ხშირად მოდის კოლინზებთან, მაგრამ ძირითადად ჩუმად ზის და ელიზაბეტს აკვირდება. ელიზაბეტს უკვირს მისი ასეთი საქციელი. პოლკოვნიკი ფიც უილიამი კი ძალიან სასიამოვნო და კომუნიკაბელური ახალგაზრდაა. ელიზაბეტი მასთან თავისუფლად საუბრობს. და სწორედ ფიც უილიამთან საუბარში ისე სრულიად შემთხვევით ირკვევა სიმართლე ბინგლისა და ჯეინის დაშორების შესახებ. ფიც უილიამი ახსენებს, რომ დარსიმ ცოტა ხნის წინ იხსნა თავისი მეგობარი ძალიან არასასურველი ქორწინებისგან. ელიზაბეტი ხვდება, რომ საუბარი ბინგლისა და ჯეინზეა. მისთვის ეს უკვე ბოლო წვეთია. და სწორედ ამ აღშფოთების პიკზე, როცა ელიზაბეტი მარტოა სახლში, მასთან მოულოდნელად მოდის მისტერ დარსი და სთავაზობს ცოლობას. ეს არის პირველი დაუვიწყარი წინადადება. როგორია ეს წინადადება სავსევნებით, მაგრამ ამავე დროს წარმოუდგენელი სიამაყითა და თითქმის შეურაცხყოფით. ისე უბნება, როგორ ებრძოდა თავის გრძნობებს, როგორც ცდილობდა არ შეყვარებოდა მისი სოციალური მდგომარეობისა და ოჯახის ნაკლოვანებების გამო, მაგრამ ვერ გაუძლო და ახლა ხელს თხოვს. თქვენი ოჯახის მდგომარეობა, თქვენი ნათესავები, ყველაფერი ამის წინააღმდეგ ვიბრძოდი. საშინელი სიტყვებია წინადადებისთვის. რა თქმა უნდა, ელიზაბეტის პასუხით შესაბამისია. მტკიცე, აღშფოთებული უარი. ის პირდაპირ ეუბნება ყველაფერს, როგორ დაუნგრია ბედნიერება მის საყვარელ დას, როგორ მოექცა უსამართლოდ მისტერ უიქემს და როგორი ამპარტავანი და აუტანელია თავად. დაამთავრებს იმ ცნობილი ფრაზით. მსოფლიოში თქვენ რომ უკანასკნელი კაცი იყოთ, მაინც არ გამოყვებოდით ცოლად. დარსი გაოღნებული და გაბრაზებულია, ის მიდის, მაგრამ ეს უარი და ეს ბრალდებები მასზე ძალიან ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს. იმდენად, რომ მეორე დღეს ის ელიზაბეტს პოულობს და გადასცემს გრძელ წერილს. აი ეს წერილი ცვლის ყველაფერს. რას წერს ამ წერილში? ის დეტალურად ხსნის თავის მოტივებს. ჯეინის და ბინგლის ამბავში ამბობს, რომ დარწმუნებული იყო ჯეინს არ უყვარდა ბინგლი. მისი საქციელი ზედმეტად თავშეკავებული და გულგრილი ეჩვენა. რაც შეეხება უიქემს. აი აქრე ირკვევა. აქ დარსი ამ ხელს სრულ სიმართლეს უიქემზე, მის სიცრუეზე, ფულის გამოძალვის მცდელობებზე, აზარტულ თამაშებზე და რაც მთავარია, მის მცდელობაზე გაეპარა დარსის 15 წლის და ჯორჯიანა მისი 30,000 ფუნტის გამო. ეს ხო წარმოუდგენელია. როგორ რეაგირებს ელიზაბეტი? თავიდან შოკირებულია, არ ჯერა, მერე კითხულობს და კითხულობს წერილს, იხსენებს ფაქტებს უიქემის საქციელს, ჯეინის ეჭვებს, დარსის რეაქციებს და ნელ-ნელა ხვდება, რომ წერილში სიმართლე წერია. ეს მისთვის საშინელი დარტყმა უნდა იყოს. კი, მას რცხვენია საკუთარი თავის, რცხვენია თავისი სიბრმავის, თავისი ცრურწმენის, იმის თუ როგორ არასწორად განსაზღვრა ორივე მამაკაცი. აქამდე საკუთარი თავიც კი არ შემიცვნია. ეს არის მისი შინაგანი კრიზისი და ტრანსფორმაციის დასაწყისი. ამის შემდეგ რომანი თითქოს ახალ ფაზაში გადადის. ელიზაბეტი ბრუნდება სახლში, შემდეგ გარდინერებთან ერთად სამოგზაუროდ მიდის დერბიშირში. და იქ თითქოს ბედის ირონიით გადაწყვეტენ დაათვალიერონ პემბერლი, მისტერ დარსის მამული. მას შემდეგ რაც გაიგებენ, რომ პატრონი შინარ არის. და როგორია პემბერლი? ულამაზესი. არა მხოლოდ მდიდრული, არამედ ძალიან გემოვნებით მოწყობილი, ბუნებასთან შერწყმული. და რაც მთავარია, დიასახლისი, რომელიც მათ ათვალიერებინებს, სულ სხვანაირად ახასიათებს დარსის. რას ამბობს მასზე? რომ ის საუკეთესო ბატონია,
კეთილი, სამართლიანი, გულუხვი საუკეთესო ძმა. ეს სრულიად ეწინააღმდეგება ელიზაბეტის აქამდე არსებულ წარმოდგენას. და აი ამ დროს, როცა ელიზაბეტი ამ ახალი შთაბეჭდილებების ქვეშაა, პემბერლის ბაღში, მოულოდნელად ხვდება თავად მისტერ დარსის, რომელიც ვადაზე ადრე დაბრუნებულა. როგორია ეს შეხვედრა? უხერხული. თავიდან კი, ორივე ძალიან უხერხულად გრძნობს თავს, მაგრამ დარსი ის სულ შეცვლილია, აღარ არის ის ცივი ამაყი კაცი პირიქით, ძალიან თავაზიანი, მშვიდი, თბილია. ის ინტერესდება ელიზაბეტის მოგზაურობით, ეპატიჟება მათ თავის დასთან, ჯორჯიანასთან შეხვედრად. ჯორჯიანა როგორი გოგოა? ძალიან მორცხვი, კეთილი და სასიამოვნო. სულაც არ ჰყავს ამახ დარსის დას, როგორცაც ელიზაბეტი წარმოიდგენდა. ეს შეხვედრები პემბერლიში და ლამპტონში, სადაც გარდინერები არიან დაბინავებულები, ელიზაბეტში სულ სხვა გრძნობებს აღვიძებს დარსის მიმართ. ის ხედავს მის ნამდვილ სახეს. მაგრამ ამ იდილიას არღვევს საშინელი ამბავი ლონგბორნიდან. დიახ, ჯეინის წერილები მოდის. ლიდია, უმცროსი და გაიქცა ოფიცერ უიქემთან ერთად. ეს იმ დროისთვის უდიდესი სირცხვილი და სკანდალია მთელი ოჯახისთვის. ოჯახი პანიკაშია, მისტერ ბენეტი და მისტერ გარდინერი ლონდონში მიდიან მათ საძებნელად. ელიზაბეტი თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ უიქემის ნამდვილი სახე ყველას არ ამხილა. და სწორედ ამ კრიზისულ მომენტში, როცა ელიზაბეტი ამ ამბავს გაიგებს, მასთან ერთად არის მისტერ დარსი. მისი რეაქცია ძალიან მხარდამჭერია. მერე მოდის ამბავი, რომ ლიდია და უიქემი იპოვეს და დაქორწინდებიან, თითქოს მისტერ გარდინერმა მოაგვარა ფინანსური საკითხები. მაგრამ ლიდიას წამოწდენით, რომ დარსი მათ ქორწილს ესწრებოდა და შემდეგ მისის გარდინერის წერილით, ელიზაბეტი იგებს სრულ სიმართლეს. და რა არის სიმართლე? რომ სწორედ დარსი მიპოვა ისინი, სწორედ მან დაფარა უიქემის უზარმაზარი ვალები, რაც მისტერ გარდინერს არ შეეძლო. და აიძულა უიქემი ლიდიაზე დაქორწინებულიყო, რითაც ბენეტების ოჯახი სრული განადგურებისგან იხსნა. და ეს ყველაფერი ფარულად გააკეთა. რატომ? თავის დანაშაულის გრძნობის გამო, რომ დროულად არ ამხილა უიქემი და ასევე ელიზაბეტის გამო. ეს საბოლოო წერტილია ელიზაბეტისთვის, მისი მადლიერება პატივისცემა უკვე სიყვარულში გადადის. ამის შემდეგ ბინგლის და დარსის დაბრუნება ნეთერფილდში თითქოს ლოგიკურია. ბინგლი უკვე დარსისგან ნებართვა მიღებული და გამხნევებული, საბოლოოდ თხოვს ხელს ჯეინს. ოჯახში დიდი სიხარულია. მაგრამ ერთი დრამატული სცენა კიდევ გველის. ლედი კეთრინ დე ბურგის მოულოდნელი ვიზიტი ლონგბორნში. ის ჩამოდის, რადგან გაიგო ჭორი დარსისა და ელიზაბეტის შესაძლო ნიშნობის შესახებ, რაც ჯერ არ მომხდარა. და რას ცდილობს? ცდილობს დააშინოს ელიზაბეტი და დაადებინოს პირობა, რომ არასდროს დათანხმდება დარსის ცოლობაზე, რადგან დარსი მისი ქალიშვილისთვის ენისთვის არის განკუთვნილი. ელიზაბეტის პასუხი. მტკიცე, ღირსეული და დამოუკიდებელი უარი პირობის დადებაზე. ის არ ეპოება ლედი კეთრინის მბრძანებლობას. ეს სცენა საბოლოოდ აჩვენებს თუ რამდენად გაიზარდა ელიზაბეტი. და ირონიულად, სწორედ ეს ვიზიტი ხდება გადამწყვეტი დარსისთვის. დიახ, ლედი კეთრინი თავად უყვება დარსის სამსაუბრის შესახებ. იმედით, რომ დარსი გაბრაზდება ელიზაბეტის თავხედობაზე. მაგრამ დარსი პირიქით, იმედს იღებს თუ ელიზაბეტმა ასეთი მტკიცე უარი თქვა პირობაზე, იქნებ მისი გრძნობები შეიცვალა. და ამის შემდეგ მოდის მათი ერთად სეირნობა და დიახ, დარსის მეორე წინადადება. ამჯერად სრულიად განსხვავებული. თავდაბალი, გულწრფელი, აღიარებით, რომ მისი გრძნობები არ შეცვლილა, მაგრამ ახლა იმედი აქვს, რომ ელიზაბეტის გრძნობები შეიცვალა. და ელიზაბეტი ბედნიერი თანხმობით პასუხობს. მათი გულახთილი საუბარი წარსულზე, იმაზე თუ როგორ შეიცვალა ორივე, როგორ დაძლიეს სიამაყე და ცრურწმენა, ეს მართლაც რომ რომანის კულმინაციაა. ოჯახის რეაქციაც საინტერესოა. ჯეინის და მისტერ ბენეტის თავდაპირველი გაოცება, მერე კი გულწრფელი სიხარული. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ელიზაბეტი უყვება მამას დარსის როლზე ლიდიას გადარჩენაში. მოკლედ, ორი ქორწილით მთავრდება ეს ამბავი. ჩვენ კი ამ ნაწყვეტებით გავიარეთ ეს გზა, ხომ? დიახ. და დავინახეთ, როგორ შეიძლება პირველი შთაბეჭდილება იყოს მცდარი,
როგორ მოქმედებს სოციალური სტატუსი, მაგრამ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ზრდა, შეცვლა, საკუთარი შეცდომების აღიარება. მთავარი ალბათ ისაა, რომ ურთიერთობები რთული პროცესია. ნდობა, გაგება, საკუთარი სიამაყის და ცრურწმენების დაძლევა. ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება. და ოსტინი გვიჩვენებს, რომ თუნდაც ძლიერი სოციალური წნეხის პირობებში პირადი არჩევანი და ბედნიერება მაინც შესაძლებელია. და აი თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის, დამაფიქრებელი კითხვა ბოლოს. გასაგებია 2 საუკუნე გავიდა, მაგრამ რამდენად შეიცვალა ეს ყველაფერი? რა ფორმებს იღებს დღეს სიამაყე? რაც სრურწმენები გვიშლის ხელს ადამიანების სწორად დანახვაში? რამდენად ვართ თავისუფალი გარშემომყოფთა აზრისგან, როცა ჩვენს ბედნიერებას ვეძებთ ან სხვებს ვაფასებთ? ამაზე დაფიქრება მგონი დღესაც ძალიან აქტუალურია.